ინტოქსიკაციის 7 ეტაპი და რატომ დეტოქსი? ჩემი დღევანდელი პირდაპირ ეთერის თემა იქნება. ანუ დღეს 1 ივნისს თბილის დროით 16 საათზე ჩემ პირად Facebook გვერდზე შორნე დიჟერაშვილი ვისაუბრებ რა წყაროებია ჩვენი ორგანიზმში ტოქსინების დაგროვების. რა ტიპის არსებობს ეს ტოქსინები? გეტყვით რომ ეგზო და ენდო ტოქსინებია, ცხიმში ხსნადი და წყალში ხსნადი. და რა ქმედებები ვაკეთოთ, რომ ეს უკანასკნელი გარეთ გამოვიტანოთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩივილის თუ დიაგნოზის მიზეზი სწორედ ამოდროის სისტემაში დაგროვილი ტოქსინების ბრალია. მაგალითად, ალერგია ინტოქსიკაციის მესამე ეტაპია. თვალსაჩინო სისტემაში როცა იწყება ტკივილები, ეს უკვე ინტოქსიკაციის მეხუთე ეტაპია, ხოლო მეხუთე ეტაპზე უკვე სიმსივნე. ანუ ვიცით საინტერესოა, როგორ ხდება ტოქსინების დაგროვება და მათგან განთავისუფლება,